დი შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. დელიავრანინანი. გზავრობა რა ღერს. 1 ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. დი შეხედე როგორ კოჭაობს ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხადოს. დედრასუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სხვას დიაქში ნუ დაჭდებით ქალბატონო. თქვენი სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებძანდებით და ქარმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიოღამში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს მშვენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონი რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლების შემთხვევით. გამეცალე ახლა ერთ შენი ჭირიმე რა. ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩათასთან მოვკიდე ხელი ახლა. გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ მთვალ მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რომ ვეღარ მოიტყინე შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ საწოდავ კბილები და გვისაგერ ახლა მეიზოვი. აი კიდე ერთი ცალი. აი ის ხაღიჩი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერკვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. რატო და ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. დი გარგარში მატლი ვიპოვე. და რა მატლი იპოვე, მარიკო არ გამაგიშო ოქროსავით გარგარი ვიყიდე. ვიპოვე შეხედე. ოღო ნახევარი მატლია და მეორე ნახევარი სად არის? შენ კუჩში. ალბათ ნახევარი გადაყლაპი უკვე რო ჭამდი. ფუ მატლი გადავყლაპე. დი რა ვქნა? მიდი სოდიანი წყალდალია და თუ რამე ცუდი იქნება მოკლავს. რა ვიცი მისეთი მწიფე შემოხდა. იქნებ საერთოდ არ იყო იქ მატლი ცუდი. იქნებ კეთილი იყო. ნუ ლაპარაკობ სისულელეებს ერთ შენი ჭირიმე რა. კეთილი მატლის ადგინახია ვერ გავიგე. მე სხვა გარგარს აღარ შევჭამ. იმაშიც რომ მატლი იყოს. რაში უნდა იყოს ბიჭო, მატლი 5 ლარი გადავიხადა 1 კილოში. სუჭიანი გარგარი მიყიდი. გარგარის გამყიდველი ხვალ ცუდღიში აღმოჩნდება. სკანდალი რო დაატყდება თავს. და ვინ შეჭამს ახლა ამას რა. ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. დაიმე ისეთი გარგარი უნდა გაჭამო ოქროსავით დაჯექი. გოგო, ნიცის რა იგრძენი გუში? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რო შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერ და მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დიაჩემსო წამარცვავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რო შემაქანა მიწის ძრა მეთქი ისე წნევა მამიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი კარტოფრილი უნდა დამელია. მე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რაც ხდებოდა. დი გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის ძრა და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. და რაც მე ეს ვეძები გოგო მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რო ვცხოვრობდი სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები ეგ ქვეყანა ხო ისედაც შერყეულია. ლიადი და კიდე იცი გუში რომ მიწის ძრა მოხდა და ჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. და ბრებს ლაპარაკო ბიჭო რა გახეული სტილია ეგეთი კაცო. სტილი თანაირად არის უკვე. აბა მოგეჩვენები იწოდე. დროზე. ანასტასია ვასოს ფუტკარ მაუკმინე და სახე დაუსივდა ექიმები იყვნენ ეზოში მოსულები. ალერგია ქონდა ალბათ და მაგიტომ. ერთხელ ჩვენი კლასელი ოქროშვილიც დასივდა ეგრე, მაგრამ ჩვენი ვერ გავიგეთ მაგასაც ფუტკარ მაუკმინე თუ უბრალოდ ფილერზე ქონდა ალერგია. ხო ეგ სავარაუდოდ ჭარბი ფილერის გამო მოუვიდა. დედა სად არის საჭმელს გავაკეთებოდა სულ გაქრა. აზია რო ვარ მე მგონი მაღაზიაში ჩავიდა. ამიცამშია. მე ჩამოთახში ვიქნები. ამარიკო ექსელატესი დაგვიტოვე რა. აი შეგარგუსთიკ. ძალიან უხარია ხოლმე ამარიკო საქრო მოდიხარ. მოვედი, დედა ისეთი ამბავი იყო ეზოში, ბავშვისთვის უკმენია რაღაცა კრაზანას დასივდაო და მეთქი ამარიკოს ხარ დაემართა რაღაცა თქო და თქვენს მერე ვასო იყო და დამშვიდდი. ვინგედი და კიდე იცით ვინ გასივდა, ვენდ ბოღმით. ლეკიშვილის მშობელი, თამრიკო დეიდა. გუში საღამოს დაგინახა თქვენი მანქანით და დაიბოღმა. დედა გუში საერთოდ არ გავსულა კაცო მანქანით, სადა მინახანეტა. ვინმე სხვა შეაერეოდი უეჭველი. თიკურა შუბ მოხდი უკვე. კაი ჩამოვდივარ, ოღონდ რომ დამინახავ წივილიერად ხო? მანქანის გასაღები უპარე ინგას. კაი.
აუ ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ? საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სადმე არ გაიპარება იმედია წელსაც. აუ ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენეთ. რა ტიპის სახში რა დავადეკი და თვითონ რო არ იყო. დეგენერატმა ოქროაშულმა ამერიკი და მე ჩამაყოფინა ტორჩი თავი. ორი დღე ნესტობიდან კრემს ვიცხლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მეგონი რომ საერთოდ არღებს არაფერს ყიდვა. სახში დადგომა ხომ ითუმეტეს. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ჯამოთ. ტორტზე მეტად ამ საყვაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ ოქროაშულის თორი ნახეთ? მანქანაში რეძის და ვიღაც ბიჭს სამის ბაყობზე რა უდევს ხელი. იცით რა მეთქი მეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარეთ თქო. და მე გადაიფიქრე ხო თმებითრეები რო გაგახსენდა. გახსოვს ორი დღე ხმარო გტკიოდა მაგ ჩხობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ იჭმეოდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ვქენი. აუ ნიკას მივწერე ხო იცით რა შევით ირაკლის დაფთხეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ მაია მასწავლებლების დაბადების დღით როაზე გრამი უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყარვართ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ გვერდზე. დაიცა დასკრინული მაგ. აი ის რა არის? უგიმონოების გვერდი დასერჩი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწარი ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი მე მგონი შენც ხო? ხო რავი. ძენა თუ მასწავლებელმა რაბატში მივდივართ ექსკურსიაზე და 60 დარს აგროვებენ კლასელები. როგორ მეზარება ეხლა ეს ექსკურსიები და ხაჭაპურის ცხობები რა. დამაცადე ცოტა ხანი სიას ვწერ. მოღალატეების სიას წერ თუ საყიდლების? აჰა. საყიდლების ოღონდ წიგნების, ხო, ხვალ იწყება წიგნის ფესტივალი, 2 ივნისის ჩათვლით იქნება და რომელიმე დღეს უნდა მივიდე. ჩემი კლასის მშობლების კრება რო ახონმე იქ არ მოდიხარ და მან დასარჩევად გაქვს საქმე. შემიდა რა ახლა წიგნის ფესტივალი მშობლების კრებას რა. თან ამისი კლასის მშობლები რო აღაყანდებიან ხოლმე ერთმანეთის ხმებს ფარავენ და სად ახლა წიგნის ფესტივალი რაღაცა კულტურული მრავალფეროვანი და რაღაცა ისეთია. აუ ჩემთან მშობლის აქვს დაბადების დღე ამ კვირაში. ხوار წამოვიდი 1-2 წიგნი უყიდო, კაი ფასები იქნება? მაგისტრის არის გოგო, ფაზაკლებებია ყველაფერზე. თან როგორც გავიგე რაღაცა ღონისძიებებიც იქნება შეხვედრები და ისე დავმთხოთ მივიდეთ, ხო? ომარიკო, მან რო დავდე ფურცელი წიგნების სია ნახე. მიმიწერე გაბრიელ გარსია მარკესი. კესი. აჰა, მივაწერი. თევზაობაც იქნება იმ ფესტივალზე? რა თევზაობა, მარიკო, რეების ბოდიალო, კაცო. შეხედე რა დაუწერია. გაბრიელ გარსია ანკესი. ჩატოვებდნენ ერთი მაკლასში რა. ვა, მიროვნახე შეხედე, ბევრი ინფლუენსერი იქნება მსახიობებიც, დაიცა. თიგრა ვახარ აშვები. გოგო ამ დღეებში ხوار გავიდეთ ექსპო ჯორჯიაში წიგნის ფესტივალზე, მსახიობებიც იქნებიანო. არა გოგო რა ტიმოთი შალამი, ქართველები. აუ შემიშვიდა. შენი დაქალები კიდე. ერთი წიგნი რო გადააშლებინო არ გინდა. თიკლე მერთხელ გითხრა წიგნის ფურცლებზე მაქვს ალერგია და მაგით ვერ გითხულობ წიგნებსო. მაგის მერე მაგ თემაზე აღარ გვისაუბრია. ჯე ჩვენ კარებთან ისევ ზაღლმა მოფსა. დედა მაგ ზაღლმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ჯიგეთაც მოფსა და მე გადავიდეთ. ხე ვაჭამე მერე მაგ ზაღლს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგასაც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? მიტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილი გვაქვს ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას, თორემე კი არ ვიგონებ. 80%-ზე მე საქართველოში ევროკავშირის შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორემე მე ჯერ მეპარებ რომ გაგათ იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველა ამ რაღაცა რთულ პერიოდს. ჯე მე რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. ნიტა ამის პრობლემები მომცა რა. აქციაზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადეიდე და გამოკვევი. ოღონდ ის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომლის წყალობითაც უნდა შევასრულოთ ის 9 თითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. მე წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციის 9 თითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ეხნით ჩვენ ქვეყანას შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რომ თავი რო სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩუმეთ. ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა, მანდებ შემოსასვლელში.
ცოცხი რა თქინა წეღან ხო დაგავესახლი. კიდე ქეფშები დაყარა ანასტასია? არა მოიტანე, დადექიმანთ, დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავე მიდი რა გეხოცები მცხელა გავიგუთე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირა და კლეოპატრა. ყურორტი გახსენ თუ რას აკეთებთ? აუ ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. ცელიზაფხული ცოცხით უნდა ვიძგე? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაში აფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარი ყიდო რომ მთელი ზაფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა ზაფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რაც აკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არა და ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველიტასაც უდადიოდა მთელი ზაფხული. სარიცხმაქენდა რო გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. ჩემო თახში რო დავაყენოთ, მაინც ჩემ სამეცადინო მაგიდაზე ინახავ ხომე ქვაბებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე რისი სუნი დგას დილიდან. მიდი ომარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. ლექს ვერ ვიზეპირებ რა უქნა. სკოლა რო გავაცდინო. რა სკოლას გააცდენ კაცო მე გასწავლი. ისევ სწავლობდი ხოლმე ბავშვობაში ლექსებს წყალივით. მოიტანე მიდი წიგნი. დაიწყო ჯოჯოხეთი. ოღონ წყლის ჯოჯოხეთი. ბევრი ჭიქა წყალი ყელი რო გაუშვება ნერვულობისგან და ბევრი ცრემლი. მომეცია აბა ანა კალანდაძის ლექსიკონია ხო. დაიწყე აბა ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი გაიმეორე. მანდიც რა ვერ გავიგე ქარი მღერის თუ ნანა. ისა ქარი გიმღერის ნანას ანუ ქარი გიმღერის იავნანასო. ეს უნდა რომ თქვას ავტორს ახლა ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ რა. ძალიან მაგრე ჩაუღრმავდი ეგ წერია ისედაც. ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადრაკი. ჭადრაკი კი არა ჭადარი ბიჭო ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ზღაპარს გიამბობს ჭადარი. მერე ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. გაიმეორე და მე მთლიანად გადავაბად. ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. ძეწნა რა არის? რა მნიშვნელობა აქვს ახლა ომარიკო ძეწნა რა არის? დაიზეპირე მიდი გაიმეორე. რატო ინგა ჩაუღრმავდი კიდე კარგად გამოგდის. ხო მიდი ახლა მთლიანი სტროფი გაიმეორე. დაიწყე ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს. დედა ეს სიმღერა არ არის? ქარი გიმღერის ნანასა, ხო, დედა. აუ სიმღერით უნდა ვისწავლო? აუ გთხოვთ ეგარ გააკეთოთ. ხო თიკო. აუ ჯერ ვერ გამოვალ რა მიზარება მაგრად. ქარი გიმღერის ნანასა კაი გამოვალ იქნები და მელოდე. აუ რა ხილა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რო შემარცხინე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა შემარცხინეო მეუბნევა. ხო, შემარცხინე. მაღაზიაში ვიყავით, ერთ სალონ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმხელა რიგი იდგა და რო დაინახა ამაჟბატონ მამდენი ხალხი არარუსტულ მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხინა. რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება დაგემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. პაიმე. ომარიკო ძის ყიდვა რომ დაგვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. აუ რა წყლით? ათი როგლი დამალევინო ხო გახსოვს წელი დღე რო გული მერეოდა. აუ ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდის გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავარ გზეს ვიყიდი და შოკოლადსაც. არა ომარიკო შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. გზის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე 20 ლარიანი. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. აუ ლუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდასაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი აი იქნება. ომარიკო მაგ ფულში მოგივა ლუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული კი არის მის. კაჭულის მოსნევა და ხარისხით ვარჩეული. ცხოვრებაში მიზანი მაქვს ვიყო გამორჩეული. აუ ეს სნუპდოგი გააჩუმე თვინმე. ტვინი მეთქინა. როდის დაიწყება სკოლა რომ მიუჯდეს ისევ წიგნებს. დავალებებიდან არ უნდა ავაწევინო თავი ამას. აი მე თავზე გამახსენდა. მიდი გეხვეწები ციტრამონი მომიტანი ანასტასია რა მისკდება თავი დღეს.
მოგიტან ხო? რამე გამაჩუმებელი არ გვაქვს ამას რომ დავალევინოთ? შენ რა გინდა? ბავშვებმა კლიპი უნდა გადავიღოთ და მე მითხრეს რომ რეპერი იყავიო. აი მე ისე სოფელში რაც კი ბავშვებაში კონცერტები გავიკეთებია ხოლმე, სუწამყვანი მომღერალი ვიყავი ყველგან. ჩემ ყალზეა წამოსული ეს. ხო და იკვალი ოთახში მიდის და გაყევით, შევწუხდი. ასე ვთქვით მიწავალთ, იქ უნდა ვნახო და მოვალ ცოტა ხანში. ანასტასია, ზერატოსები გვიყიდე რა კლიპისთვის გვინდა ბავშვებს. შეხედი არც კი შემომხედა. დაანებეო მარიკო თავი და მოისვენე შენც. ან კიდე რა კლიპები აგიტყდა კაცო ამ ხელა ბიჭი ხარ უკვე. რატომ მიშლი? თუ გინდა შენც გადაგიღებთ კლიპში. ხო ეხლა მოვედი სახში გამოვიცვლი და გადმოგიდიკავ. რა ხდება აქ? ბაშოე განათლება დააყენე ეგრე. ვერ ხედავ კაცო გადაღებები რომ მიმდინარეობს. გამოვიცი და შედი შენ ოთახში მიდი. მარიკო, აბა ასე რომ დავდგე. აი მე ტვინი ამეხადა უკვე რა. ზე ჩვენ ფანჯარას დაყვერიან კაცო ეს ბავშვები. შენი შვილი სახშია. ონლაინ მეგობარს ეთამაშება ტელეფონზე. ომიც ტვინი მეტკინა უკვე რა. ბავშვებო. ნუ რა არის რა? საღოლინგა, ძალიან კაფიო მესიჯი იყო. თეეზოში მე მგონი ბავშვები არიან და ჩავალ რა. ასა დარჩახვალ შენ. წივია და კივენ ბავშვები ცედაც შენაკლი ხარ ახლა ამათ კიდე რა. დაეტიე სახში. აუ ისე მთელი ჩემი ბავშვობა მე 4 საათზე რო ნაილია, მაგის ჩაშხამებულია. ყველაფერზე ბრაზდებოდა და გვიყვიროდა. ხოთა მეცნიერები მეშლება უკვე. შეხედე კი არ ჩერდებიან უფრო მოუმატეს. აღარ დაუყვირო. თორე შენც იმას იტყვენ, ესეც ნაილი დიეტაცი ამბობენ ხოლმე. მოიცავ, ნაილიზე რას ამბობენ, ვერ გავიგე. ვერ გიტყვი უზდელობა. აბა რა გავაკეთო, ვაიმე დაიცადე. გუშინო მაკარონიანი სუპი გავაკეთე. ცოტა მეტი მარილი რომ მომივიდა. ავდგები და გადავასხავ მაგას თავს. იქ მარილიანი სუპი კი არა, სუპიანი მარილი იყო. გონი რედემიანი მაგას მეორედ აღარ შეჭამს. აგერ აი ძვირი ფასის სუპი. დედს გაიგებენ ვინ გადმოასხა. თეა, როგორ ახარ ჩემო გოგო? აი მე როგორ ავარ ინგა და გამწარებული. ვიღაცა დეგენერატი მოგაგო სუპი გადმოასხა ბავშვებს კორპუსიდან თავზე. სულ მაკარონები ვაცალეს ესენის თმებიდან. ერთი გავარკვიო ვინ გააკეთა. ვინ გადმოასხავდა კაცო ნაილი, ხო იცი რა კატეგორიაა. ამარიკო, მაგვიყევი სოფლის ამბები, კაი იყო? აუ ძალიან მაგარი იყო. იქაც ბევრი ბავშვები იყვნენ და სულ თამაშობდით ხოლმე. ერთხელ ცხენით მაგატავა ბოსტანაძია. მე ვერ წავედი სოფელში, მამაჩემს პრობლემები აქვს და მანქანა გავყიდეთ. ხო, ცუდია. ალო. ომარიკო ამოდი ჭამე და ჩადი ისევ. აუ ჩოკოსოკოს ჭამ, ამოვალ ცოტა ხანში. იცით სოფელში ერთი მიტოვებული სახლი იყო და შეგნით ბავშვებმა თქვეს სულები ცხოვრობენო, ვერ გავბედეთ შესვლა. მართლა? ხო, შეიძლება და დაეხოცეთ სულებს. აუ გამოიღეთ ხვიდიდან თითი რა, თორე აღარ გატმევ ჩოკობოის. შენ არ ამოიღო მე დაგიღწ. ხო, ამოდი ბიჭო, გავაკეთე საჭმელი. ამოვალო. შეხედე დედამის ცოტნეს მანქანაში მიათრევს, სად მიდიან ნეტა? მე მგონი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარონ, მეც მემუქრება ხოლმე დედაჩემი. ცოტნეს დედას გაქანებული ნევროზი აქვს, დამიყარე კიდე. მეტი აღარა მაქვს. საწყალი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარებენ. მოვინახულოთ ხოლმე, დაიცა. პრიუჩუნა ნომერი ავტობუსი მიდის? პრიუჩს მოგცემ ახლა, ამოდი დროზე სახში ვერ ჩავკეტე კარები და დარჩები ამაღამ გარეთ. დეგენერატი ეგ. აი ხო. ბავშვებო, წავედი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. აი მე პოლიციამ გამაჩერა რა, ახლა გადარჩებოდენ ნეტა რა დავარღვიე. დიეტა რო დაარღვიე, მაგიტო ხარ გაგაჩერა. წადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჯუმათ იყავი ახლა. წითელზე ხوار გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ, რა დავარღვიე, თუ ნებას მომცემთ რომ ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან, ორმაგი ღერძულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წეღან დაპარკინგებული მანქანა უკან აფთიაქთან. გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ვაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა ქალბატონო, მაგ რაღაცას ჭამს, აი დააკვირდით, ღეჭავს კიდეც. აი კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის, ხო? კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაბრძანდები ხოლმე უკან. წინ დეჯდომას ვეღარ ეღირსები შენ. აუ რა გინდა, მე რო რამე დამეშავებინა, შეკე გაგაჩერებდა პოლიცია.
აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო ბავშვს რატო ურტყავთ? ვაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკუჭე.